არადროს გადააგდოთ სიმინდის ულვაშები. თქვენი კუჭ-ნაწლავის ბაქტერიისთვის, შაშარდი გზისთვის, შაშარდი ბუშტისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია, თან ადამიანი მაგას იგებს და ყრის. როგორ უნდა გამამზადოთ თუ გინდა კუჭ-ნაწლავისთვის ულვაშები და დაფნა ერთად. ერთი 10 ცალი დაფნის ფორთოლი, ერთი 50 გრამი თუ 100 გრამი რამდენის იქნება. დაფაზე უნდა მოხალოთ. დააბლენდერეთ, მარილი შეურიეთ, შეინახე ბანკაში. უძმოზე ყოველდღე ერთი ჩაის კოზი კუჭ-ნაწლავის კარგი სასარგებლო ბაქტერიებისთვის პრიბიოტიკია ბუნებრივი და უფასოდ. და შარდის ბუშტი ან ინფექციებისთვის თუ გინდა, ერთი მუჭა ულვაშები მოხარსე დაახლოებით 300 მგ წყალში. ეს წყალი რო ნახევარი დარჩება, ჩაესავით თბილი დალიე. დაახლოებით 1 კვირა დალიე. ყოველდღესაც შეიძლება. აქ შედის დაახლოებით 50 გრამი ულვაშებში შედის 5 გრამი ბოჭკო, რომელიც თქვენი ყოველდღიური ბოჭკო, რომელიც უნდა მიიგო, მაგისი დაახლოებით 20-25% არის. იმიტომ არ გადააგდო დალიე ან ჭამე სიმინდის ულვაშები. კარგად და ჯანმრთელად.